კალენდულაზე იგივე გულყვითელაზე მინდა მოგითხროთ და სასარგებლო რეცეპტები შემოგთავაზოთ. ეს მცენარე შუა საუკუნეებში ბაღის გამწვანებაში ლამის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა და არა მარტო იმის გამო, რომ ის თვალს ახარებს, არამედ პირველ რიგში მისი სამკურნალო თვისებების გამო. გარდა ამისა, მას საჭმელადაც გამოიყენებდნენ. ამ ყველაფერთან ერთად ის საუკუნეების განმავლობაში გლეხებს შორის მაღალი სტატუსით სარგებლობდა როგორც ამინდის წინასწარმეტყველი, რადგან წვიმის დროს ყვავილებს იკეცავს და ამით ცუდი ამინდის შესახებ გვაუწყებს. დღესაც ეს ლამაზი ყვავილოვანი მცენარე თავისი უამრავი სამკურნალო და სასარგებლო თვისების გამო ფართოდ გამოიყენება არა მარტო ხალხურ მედიცინაში, ასევე სამედიცინო ინდუსტრიაშიც. კალენდულა მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც მის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს განაპირობებენ. ის შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, ფიტონციდებს, ტანინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანთებითი პროცესის შემცირებას, მიკრობების ზრდა-გამრავლების აღკვეთას და ქსოვილების რეგენერაციას უწყობენ ხელს. ფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებასა და ანთებით რეაქციას აფერხებენ. ფიტონციდები და ეთერზეთები ავლენენ ანტიმიკრობულ და ბაქტერიციდულ მოქმედებას, რაც ანთების კერაში ინფექციის პრევენციას უწყობს ხელს. ტანინების შემკუმშველი ეფექტის გამო კი ქსოვილებში სითხის გაჟონა და შეშუპება ფერხდება, რაც თავის მხრივ ანთებას ამცირებს. გულყვითელას ყველა ორგანო ფიტონციდური თვისებებით გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ მცენარე მის გარშემო არსებულ ბაქტერიებსა და მიკრობებს კლავს. ამ ნივთიერებების კომბინაცია გულყვითელას ანტისეპტიკურ, ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო სისხლის გამწმენდ და დამამშვიდებელ მოქმედებას ანიჭებს, რის გამოც ის როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. კალენდულა ცნობილია თავისი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებებითაც, რაც მის ქიმიურ შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებებით არის განპირობებული. ფლავონოიდებს ბუნებრივი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამავდროულად როგორც მსუბუქი შარდმდენი საშუალებები მოქმედებენ. საპონინები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, აუმჯობესებენ თირკვლების ფუნქციონირებას და ხელს უშლიან შეშუპებების ჩამოყალიბებას. კალენდულას მეშვეობით შარდის გამომუშავება ბუნებრივად იზრდება და ორგანიზმი ზედმეტი დატვირთვის გარეშე ათავისუფლებს დაგროვილ სითხესა და ტოქსინებს, რაც სასარგებლოა როგორც ჰორმონული დისბალანსით გამოწვეული სითხის შეკავების, ისე გულის უკმარისობის დროს. ტრიტერპენოიდებისა და ფლავონოიდების ზემოქმედებით ასევე სტიმულირდება ღვიძლის უჯრედები, რაც ნაღვლის გამომუშავებას ზრდის. ეს აუმჯობესებს ცხიმოვანი საკვების მონელებას, ამცირებს შებერილობას, სიმძიმის შეგრძნებას და ხელს უშლის ნაღვლის დაგუბებას, რაც თავის მხრივ ნაღვლის ბუშტში ანთების ან კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. ნაღველმდენი მოქმედება ერთდროულად ღვიძლის დეტოქსიკაციის პროცესებს აძლიერებს და ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. შედეგად კალენდულა ორმაგ სარგებელს იძლევა, აუმჯობესებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას, არეგულირებს სითხისა და ნაღვლის ცვლას და მთლიანობაში აძლიერებს მეტაბოლიზმს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. სამკურნალოდ ძირითადად გულყვითელას ყვავილები გამოიყენება, თუმცა მისი ფოთლები და ფესვებით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და მედიცინაში ისინიც გამოიყენება. გულყვითელას ფოთლები მდიდარია საპონინებით და მთრიმლავი ნივთიერებებით, რაც მათ ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკურ მოქმედებას განაპირობებს. ფოთლების ნაყენი მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პრობლემების, ან პირის ხრუს დაავადებების, სტომატიტი, ანგინა, გინგივიტი დროს გამოიყენება. ამ ნაყენის საფენებს კი კანის დაავადებების, ნაკაცრებისა და ანთებითი პროცესების დროს მიმართავენ. რაც გულყვითელას ფესვებს შეეხება, იქ ძირითადად საპონინებია დაგროვილი, რაც მათ ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას აძლევს. ფესვების გამოყენება უფრო იშვიათია, თუმცა ხალხურ მედიცინაში ფესვების ნახარს როგორც ანთების საწინააღმდეგო და ზოგადად გამაჯანსაღებელ საშუალებას იყენებენ. ზოგადად გულყვითელას ფოთლებისა და ფესვების გამოყენება მედიცინაში მათ ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელ თვისებებს ეფუძნება. თუმცა ყველაზე ფართოდ მაინც ყვავილების გამოყენებაა მიღებული, ხოლო ფოთლები და ფესვები დამხმარე საშუალებად გამოიყენება. გულყვითელას ყვავილები სალათაშიც შეგიძლიათ დაამატოთ ან საჭმელად გამოსადეგ დეკორაციად გამოიყენოთ, მაგრამ რაც შინაგანად მიღებას შეეხება, გულყვითელას ჩაი, ნაყენი ან ნახარში ამ მცენარის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ სახით ის კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა და დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებით პროცესებს ამცირებს, ხელს უწყობს გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებებისა და ნაწლავების ანთებითი მდგომარეობების შემსუბუქებას. ის დიარეის, კუჭის აშლილობის დროსაც წარმატებით გამოიყენება.
გულყვითელას ნაყენი ან ნახარში კუჭ-ნაწლავის აშლილობების დროს კუჭის კედლების ანთებას ამცირებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას ეხმარება. განსაკუთრებით ეფექტურია ის მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, წყლულებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დარღვევების დროს, რადგან ამსუბუქებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენას. თანაც კალენდულას მსუბუქი და მამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც დადებითად მოქმედებს კუჭის ნერვულ რეგულაციაზე და სპაზმებს ამცირებს. გულყვითელა ლორწოვანი გარსის აღდგენას და სწრაფად შეხორცებას ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანებების დროს. ის კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას ასტაბილურებს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ამ თვისებების გამო გულყვითელას ნაყენი და ნახარში ხშირად გამოიყენება გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების, კოლიტისა და სხვა ანთებითი პროცესების დროს. თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო კალენდულას ნაყენი ხელის ტკივილის სამკურნალოდაც ძალიან ეფექტურია. ამ ყველაფრის გარდა კალენდულას პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კანის ანთებითი დაავადებების, დამწვრობების, ჩირქოვანი ჭრილობებისა და სხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდაც. კალენდულა ქსოვილების აღდგენას უწყობს ხელს და ინფექციის რისკს ამცირებს. მისი ნაყენი და მალამოჭრილობების, ნაკაწრებისა და კანის ანთებითი პროცესების დროს როგორც ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენება. გარდა ამისა, კალენდულას ზეთი და ნაყენი ეფექტურია კანის დაზიანებების, დამწვრობისა და ჩირქოვანი პროცესების დროს. მას კანის გაღიზიანების დროს და ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად იყენებენ. გულყვითელას ამას გარდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია. კალენდულას წვეთები ხელს უწყობს ცილის რეგულირებას, ენერგიის მომატებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. თავისი ანტივირუსული და ანტიმიკრობული თვისებების გამო კალენდულა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც, მათ შორის პირისღრუს, ჰერპესის და სტომატიტის სამკურნალოდაც გამოიყენება. კალენდულა ერთ-ერთი საყვარელი და გავრცელებული საშუალებაა კოსმეტიკური მიზნებისთვის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე მის ზეთს ან კრემებს შეეხება. მაშინ ასე რეცეპტების დროც დადგა. პირველ რიგში მათ, ვისაც თვითონ გინდათ მოაგროვოთ, გულყვითელას მოსავლის სეზონი ივნისში იწყება. შეაგროვეთ ყვავილები მზიან და რაც მთავარია, მშრალ დღეს ან მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნამი აორთქლდება. მოსავლის იდეალური დროა შუა დღისას, როდესაც ყვავილები გახსნილია. შესაძლო პატარა მწერების მოსაშორებლად ყვავილები კარგად დაფერთხეთ. ამის შემდეგ პირველ ეტაპზე ეს ყვავილები საცერზე დაფარებულ ქსოვილზე 1-2 დღის განმავლობაში გააშრეთ. ამის შემდეგ კი უკვე გამშრალი ყვავილების ფურცლები გამოაცალკევეთ და გასაშრობად ისევ ქსოვილზე დააფინეთ. მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივები, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტიური ინგრედიენტები დაიკარგება. გამხმარი ყვავილები დაბურულ ქილებში 3-დან 6 თვემდე ინახება. გულყვითელას ჩაი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ჩივილების, შეკრულობის, მენსტრუალური სპაზმების, ღვიძლისა და ნაულის ჩივილების, პირისღრუში დაზიანებებისა და ანთებების დროს. ასევე ჭრილობების გასაწმენდადაც. ამ ჩაის მოსამზადებლად 3-დან 5 გამხმარ ყვავილს ან დაახლოებით ორმაგი რაოდენობის ახალ ყვავილს 250 მl მდუღარე წყალი დაასხით. 5-დან 10 წუთის განმავლობაში დააყენეთ და გადაწურეთ. ზოგიერთი აქტიური ინგრედიენტი ყვავილებში რჩება და იმის გამო, რომ ეს საკვებად ვარგისი ყვავილებია, შეგიძლიათ ისინი არ გადაყაროთ და მიირთვათ. პირისღრუში დაზიანებებისა და ანთებების შემთხვევაში შეგიძლიათ კალენდულას ჩაი დღეში რამდენჯერმე პირში ჩაიგუბოთ და შემდეგ დალიოთ. ჭრილობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაზარალებული ადგილები კალენდულას ჩაით გაწმინდოთ. ხოლო შინაგანად საჭმლის მომნელებელი პრობლემების, მენსტრუალური პრობლემების ან სხვა ჩივილების დროს შეგიძლიათ დღეში 2-3 ჩიქა მიირთვათ. კალენდულას მალამო. დაგჭირდებათ 100 მლ ზეთი, ნუშის ზეთი ან ზეითუნის ზეთი, 20 გრამი ფუტკრის ცვილი, 3 მუჭა გულყვითელას ყვავილი. გულყვითელას ყვავილებს ფურცლები მოაცალეთ. 100 მლ ზეთი ფუტკრის ცვილთან ერთად დაბალ ცეცხლზე გაათბეთ და აურიეთ, სანამ ცვილი არ გადნება. ჩაყარეთ ფურცლები და ნარევი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. ფურცლები მოაშორეთ. მასა პატარა, სტერილურ და მუქი ფერის ან დაბურულ ქილებში გადაიტანეთ. თავისუფლად გადააფარეთ ქსოვილი და მთელი ღამის განმავლობაში გრილ ადგილას დადგით. დილით ხრახნიანი სახურავით დახურეთ. ეს მალამო გაუხსნელი და ბნელ ადგილას შენახული წლების მანძილზე ძლებს. გახსნის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვეში უნდა გამოიყენოთ. გულყვითელას ზეთი.
ამისათვის 2 ჭიქა გულყვითელას ყვავილი შეაგროვეთ და წინასწარ გამოხარშულ ხრახნიან ქილაში ან ბოთლში ჩაყარეთ. დაასხით 250 მლ ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი ისე, რომ ყვავილები კარგად დაიფაროს. დახურეთ ქილა და მზიან ფანჯრის რაფაზე 4 კვირის განმავლობაში დადგით. ამის შემდეგ ტილოს მეშვეობით ზეთი მუქ ბოთლში გადაწურეთ. გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ. ზეთი მინიმუმ 6 თვე ვარგისიანია და გულყვითელას მალამოს მსგავსად კანზე წასასმელად გამოიყენება. მალამოებისგან განსხვავებით, ზეთი კანის ყოველდღიური მოვლისთვის არის შესაფერისი. მისი პირდაპირ შხაპის შემდეგ ჯერ კიდევ ნოტიო კანზე წასმა ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. კალენდულას წვეთები. აქვს ანთების საწინააღმდეგო სადეზინფექციო ეფექტი და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. იგი ხშირად გამოიყენება ჭრილობების, წერების ნაკბენის, ღრძილების ანთების და ყელის ტკივილის დროს. ქილა დაახლოებით 3/4-მდე კალენდულას ყვავილის ფურცლებით გაავსეთ და მინიმუმ 40%-იანი არყით დაფარეთ. სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 5 კვირის განმავლობაში დადგით. ყოველ კვირა რამდენიმეჯერ შეაჯანჯღარეთ. გადაწურეთ და მუქ შუშის ან წვეთების ბოთლში გადაიტანეთ. მზის სხივებისგან დაფარულ და გრილ ადგილას შეინახეთ. კალენდულას ნაყენი შესანიშნავია როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენებისთვის. მას სოკოსაწინააღმდეგო სადეზინფექციო და შემკვრელი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, კალენდულას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და პირის ღრუსა და ყელში ანთებების ჩაცხრობა შეუძლია. ამისათვის კალენდულას ნაყენის 5-დან 10 წვეთი 200 მლ წყალში გააზავეთ და დღეში 2 ჯერ გამოივლეთ. გულისრევის, საჭმლის მომნელებელი პრობლემების და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს 200 მლ წყალი 5 წვეთი კალენდულას ნაყენით დღეში 2 ჯერ 3 ჯერ ჭამის შუალედებში მიიღეთ. მენსტრუალური სპაზმების შესამცირებლად კი 10 წვეთი ნაყენი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და დღეში ერთხელ ან წვავეთ კივილის შემთხვევაში 3 ჯერ მიიღეთ. ჭრილობის სამკურნალო, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო აქტიური ინგრედიენტების წყალობით გულყვითელა შესაფერისია ყველა სახის ჭრილობის სამკურნალოდ, მათ შორის დამწვრობის დროსაც. ეფექტურია უსუფთავო კანისა და აკნეს დროსაც. ამისათვის ნაყენის რამდენიმე წვეთი პირდაპირ დაზარალებულ ადგილზე წაისვით. კანის უფრო დიდი უბნებისთვის საფენები მოამზადეთ. საამისოდ დაახლოებით ნაყენის 10 წვეთი წყალში გააზავეთ და კანზე მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში დაიდეთ. ეს ნაყენი ასევე რეკომენდირებულია ბავშვის ბუნებრივად კვების დროს გაღიზიანებული ძუძუს მოვლისთვისაც. საამისოდ კალენდულას ნაყენით დღეში ერთხელ ნაზად შეიზილეთ. ეს ნაყენი შესანიშნავია თავის მოვლის კრემებში და სამატებლადაც. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.